მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები ჩვენს მეგობრებს გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიყვარულით მივესალმები ჩემ ძვირფას რუსთაველებს. მართლაც დიდი პატივია დღეს ჩვენთვის უმასპინძლოთ ქართული ოცნების რეგიონულ ღონისძიებას, რომელიც კიდევ ერთხელ გვაერთიანებს ჩვენი მთავარი ღირებულებების გარშემო, რომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით ვიაროთ ევროპისკენ. დღეს ჩემთვის ასევე პატივია წარმოვადგინო ჩვენი ლიდერები და მინდა სცენაზე ვთხოვო ქართული ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მივესალმები ქვემო ქართლს, მივესალმები ჩვენს ერთგულ ხარდამჭერებს და ჩვენს თანამებრძოლებს. 12 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტიის დამფუძნებლის წინამძღოლობით ქართულმა ხალხმა ეროვნული ერთობით დავამარცხეთ ქვეყნის მოღალატე, ხალხის მჩაგვრელი, ანტიეროვნული, ანტიქართული და უცხო ინტერესების მსახური პოლიტიკური ძალა. თითოეულ ჩვენგანს კარგად ახსოვს მაშინდელი პერიოდი და ზუსტად ვიცით, რომ თუ კი არ იქნებოდა იმ მასშტაბისა და სულისკვეთების მატარებელი ერთიანობა და რაც მთავარია, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადამწყვეტი ფაქტორი, მისი პირადი თავდადებისა და თავგანწირვის მაგალითი ამ ბოროტების დამარცხება წარმოუდგენელი იქნებოდა. და სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბერი, მეგობრებო, გახდა წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნის ბნელწასულსა და ნათელ მომავალს შორის. და სწორედ ეს დღე იქცა შემოbrunების წერტილად. და ქვეყანაში დაკანონებული იყო ძალადობა ჩვენს ხალხზე, კერძო საკუთრების წართმევა და მიტაცება, პატიმრების წამება და დახოცვა, მშვიდობიანი აქციების უმოწყალო დარბევა და საკუთარი მოქალაქეების ქუჩაში ჩაცხრილვა, ჩვენი ტერიტორიების ჩაბარება და გაყიდვა. ქართველი ხალხის თანადგომით, თქვენი თანადგომით ისეთი სახელმწიფო შენობა დავიწყეთ, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. და დღეს 12 წლის შემდეგ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და თავისუფლებამ. დღეს სრულად გათავისუფლდა ბიზნესი და ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი საქმე მშვიდად აკეთონ. დასულია სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. სახელმწიფო ინსტიტუტები დღეს იცავენ ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესებს. ადამიანებს გაუჩნდათ ნდობა სახელმწიფოს მიმართ და იციან, რომ ის არათუ დაჩაგრავს, არამედ დაიცავს თითოეულ მოქალაქეს. დაიცავს ომისგან და განსაცდელში გვერდში დაუდგება თითოეულ ოჯახს. და 12 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოა. დღეს ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, მეგობრებო, რომ დრასთავარი თავად გრძნობენ, რომ მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული გამოწვევებისა, მცირდება სიღარიბის მაჩვენებელი, უმუშევრობა, სოციალური პოლიტიკა მრავალჯერ გაუმჯობესდა და მიმართულია მოქალაქეების ინტერესებზე. სამჯერ გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის და წარმოების ხელშემწყობი პროექტების შედეგად ამერიკაში, ევროპაში, რუსეთში, ჩინეთში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე წარმატებით იყიდება ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია. ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები იმ საწყისპირობებთან შედარებით, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, თელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად წარმატებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოწვევები რჩება,
მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას აქვს ხედვა და უნარი ამ პრობლემების გადაჭრის და მოგვარების. მეგობრებო, რა თქმა უნდა, უამრავი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს. თუ რატომ არის ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ინტერესები და ჩვენი ხალხის მტერი. თუმცა მთავარი დანაშაული, რომელიც სააკაშვილს და მის კრიმინალურ ბანდას ქართული ხალხის წინაშე მიუძღვით, ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელიც მათ მიზანმიმართულად, შეგნებულად და გააზრებულად არ ააცილეს თავიდან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ხოლო ომის ფასი ქართულმა ხალხმა დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციით, ათეულობით 1000 დევნილად ქცეული მოქალაქეებით, ასე მეტი დაკარგული სოფლით და ჩვენი გმირების შეწყვეტის სიცხით გადაიხადა. ეს არის უპატიებელი დანაშაული, რომელსაც დრო ვერ წაშლის და ეს არის ღალატი, რომელსაც ქართული ხალხი არასოდეს არ დაივიწყებს. და დღეს ეს ბოროტი ძალა ამდენი წლის შემდეგაც არ ცვლის მათი მოქმედების სტრატეგიას და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფრის ფასად ცდილობს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას და საკუთარი ხალხის გაწირვას, როგორც მათ ეს უკვე გააკეთეს, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის საბოლოო დანგრევას, ჩვენი ახალგაზრდების ომში წაყვანას და ხალხის განადგურებას. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ანუ ომის და ბოროტების პარტია, მისი სატელიტური პარტიები და კოალიციებით, NGO-ებით, ტელეაგენტურით ეწინააღმდეგებიან მშვიდობას, ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივას, რამაც შეიძლება დაგვაახლოვოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებასთან. სწორედ ამით აიხსნება ის ისტერია და აგრესია, რაც ვიხილეთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინაევანიშვილის მიერ გაჟღერებული შერიგების მოწოდების შემდეგ. ჩვენი ხალხი 30 წელია უყურებს ომს, ქაოსს, არეულობას, ტერიტორიების დაკარგვას და ყველამ კარგად ვიცით, რომ ომით ვერ შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ქვეყნის გაერთიანებას. ამიტომ ჩვენი სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა ქვეყნის ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების და გაერთიანებისკენ არის მიმართული. ბოლო 12 წელი არის ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი, როცა ქვეყანაში არ ყოფილა ომი და არ დაგვიკარგავს დამატებითი ტერიტორიები. და ბატონი ბიძინაევანიშვილი არის ერთადერთი მმართველი, რომლის დროსაც ქვეყანაში დამყარდა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. და დღეს, მეგობრებო, ქვეყანაში იგი არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც რეალურად შეუძლია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამიტომ ყველა ბოროტი ძალა, ყველანაირად ხელს შეუშლის და შეეწინააღმდეგება მის მშვიდობიან და ქვეყნის გაერთიანებისკენ მიმართულ ეროვნულ პატრიოტულ პოლიტიკას. მაგრამ ისევ თქვენი თანადგომი და ჩვენი ლიდერის წინამძღოლობით ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაწყებული საქმე. და პირველ რიგში საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით, ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით ავიხდინოთ ყველა ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის ოცნება ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან, თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოში. სწორედ ამიტომ, მეგობრებო, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა მოვიხადოთ ჩვენი ვალი საკუთარი სამშობლოს წინაშე და იქ დავდგეთ, სადაც მშვიდობა და სიმართლეა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს გამარჯვებაში მჯერა 26 ოქტომბერს ჩვენი ბრძენი ხალხი კიდევ ერთ ისტორიულ ნაბიჯს გადადგამს წინსვლისა და განვითარებისკენ, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ. გაუმარჯოს ქვემო ქართლს, გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას და გაუმარჯოს ქართულ ოცნებას. მერტი იყო ჩვენი ფარველი. მადლობა. ახლა კი სცენაზე მინდა ვთხოვო ქართული ოცნების გენერალურ მდივანს, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს. მოგესალმებით, მეგობრებო. მივესალმები რუსთავს. მივესალმები ბოლნის, გარდაბანს, დმანის, მარნეულს, წალკას. მივესალმები თეთრი წყაროს.
ეს მხარე უდიდეს წარსულს ინახავს და სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. მრავალფეროვნება, მრავალეთნიკურობა საქართველოს სიმდიდრეა. საუკუნეებია ჩვენ ერთად ვუმკლავდებით ყველა სიზნელეს, რადგან საერთო სამშობლო გვაქვს და საერთო პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე. წამს და მჯერა ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, ისევ და ისევ საერთო ძალისხმევით დაიძლევა, გადაილახება ყველა ბარიერი. მეგობრებო, ჩვენ მშვიდობიან მშრომელ ხალხს დღეს ყველაზე მეტად, რაც უნდა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა. თქვენ კარგად იცით, რა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და გარე ძალებისგან წახალისებულ შინაურ მტერს ვერ განეხორციელებინა ის გეგმები, რასაც ბოლო წლებია გულდასმით ამზადებენ. გახსოვთ, რა ხდებოდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, როგორი მცდელობა ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელით გაეყალბებინათ ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რასაც მოყვა ოპოზიციის რამდენიმე თვიანი საბოტაჟი. და რა იყო ამ ყველაფრის მიზანი? რა თქმა უნდა, იყო არეულობის მცდელობა, რევოლუცია, დაპირისპირება და სისხლისღვრა ქვეყანაში. შემდეგ ვიხილეთ განუბაჟებელ ტვირთად შემოტანილი მიხეილ სააკაშვილის სცენარი, რაც მათთვის ასევე დასრულდა კრახით. უკრაინაში ომის დაწყების ფონზე გვახსოვს წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ქვეყანაზე, რათა ჩართულიყავით ომში და შევერთებოდით სანქციებს. მაშინვე გააქტიურდნენ რადიკალური ოპოზიცია და უცხო ძალებისგან მართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ მოითხოვდნენ ბომბებს თბილისის თავზე. ძალიან მძიმე სანახავი იყო, როდესაც დედაქალაქის საახალწლო მორთულობასაც კი შავი ლენტი შეაბეზდა სიტყვა მშვიდობა აქციეს დაცინვის საგნად. საბედნიეროდ მართველმა გუნდმა თქვენთან ერთად შეძლო არნახული უსამართლო თავდასხმის მიუხედავად დაეცვა ქვეყნისა და საკუთარი მოქალაქეების სასიცოცხლო და ეროვნული ინტერესები. აქვე მინდა დაგარწმუნოთ ერთ რამეში, ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ჭირდება ამ ქვეყანას, სადაც ჭირდება საქართველოს მომავალს, სადაც ჭირდება ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს. ჩემო მეგობრებო, რაც არ უნდა შემოტევები იყოს, რაც არ უნდა მუქარები იყოს სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ ვერავინ ვერ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ვემსახურებით ჩვენს ხალხს და ჩვენ გვყავს საუკეთესო მაგალითი თავგანწირვისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო შენი პრინციპები, გაატარო შენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. და მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ეს ადამიანი. თქვენ გახსოვთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ გამოგვიცხადეს და გვითხრეს, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, რაც იყო სრულად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების ფონზე ნახეთ პოლარიზაციის გაღვივებისა და რევოლუციური სცენარის ამოქმედების მცდელობები. საზოგადოების მხარდაჭერით ქართულმა ოცნებამ ეს გამოწვევა წარმატებით დაძლია და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე გამჭირვალობა ანტიდემოკრატიულია, რომ გამჭირვალობა აფერხებს ქვეყნის სვლას ევროინტეგრაციისკენ და კანონი გამჭირვალობის შესახებ შერაცხეს რუსულ კანონად. ეს არის იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რაც უკვე ბოლო თვეებია და ბოლო რამდენიმე წელია მიდის საქართველოს წინააღმდეგ. აქ ყველაზე თავარი არის ის, რომ ჩვენ არ მივიღეთ გადაწყვეტილება მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს არის სრული სიმართლე და ჩვენ არ შეუერთდით სანქციებს, იმიტომ რომ ამ ნაბიჯებით ჩვენ დავაზიანებდით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, დავაზიანებდით საკუთარ ხალხს და ჩვენი უმთავრესი ინტერესი არის
ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. მეგობრებო, ჩვენ ყველა ამ უსამართლობას 2024 წლის არჩევნებს უნდა დაუკავშიროთ ჩვენი მისვლა და შესაბამისად ქართული ოცნების მხარდაჭერა, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის რეალურად ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა და მოახდინოს ქვეყნის გაძლიერება, განვითარება და ტერიტორიული მთლიანობა, რაც ყველა ღირსეული ქართველის ერთ-ერთი უმთავრესი ოცნებაა. მეგობრებო, არჩევანი დღეს მხოლოდ ერთია, მშვიდობა და კეთილდღეობა. მხოლოდ ასე შევძლებთ გავამთლიანოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და გადავდგათ რეალური ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით. ჩვენ ამ ბრძოლას ერთად, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ. გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, გაიმარჯვებს ამ ქვეყნის მომავალი, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქართულ ოცნებას. ღმერთი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი. მადლობა. ახლა კი მეგობრებო, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მოგესალმებით მეგობრებო. მივესალმები ქვემო ქართლის თითოეულ მკვიდრს, რუსთავს, გარდაბანს, ბოლნის, მარნეულს, თეთრიწყაროს, წალკას. მივესალმები ამ ისტორიულ რეგიონში მცხოვრებ თითოეულ ქართველს, აზერბაიჯანელს, სომეხს, ბერძენს თუ სხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეს. უთანასწორო ბრძოლა მშვიდობისა და ღირსებისათვის. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება. და მაინც ვინ არიან მხარეები ამ ბრძოლაში? ერთ მხარეს ძალები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მხოლოდ გლობალური ინტერესებისთვის შესაწირ პაიკად ჭირდება და მეორე მხარეს ვართ ჩვენ, ქართული ოცნება და ქართველი ხალხი. შემდეგი კითხვა, როგორები არიან ისინი, ან რა ინტერესები ამოძრავებთ? მათი სამიზნეა ძალაუფლება და უზარმაზარი ფინანსური ინტერესები, მაგალითად ისეთი, როგორიც შეიძლება იმ მასშტაბის ომებს ახლდეს თან, რაც დღეს ჩვენს რეგიონში და ჩვენს ირგვლივ არის. შეგვიძლია დავახასიათოთ მათი აგენტურად საქართველოში. პოლიტიკოსებად წოდებული მოძალადეების, საკუთარი მოქალაქეების, ბიზნესმენების, ტელევიზიების და პატიმრების ნებისმიერის მიმართ. ადამიანები, რომლებსაც დავალების შესასრულებლად შეუძლიათ ყველაფერზე წასვლა. შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები სხვა სახელმწიფოს ჩააბარონ და მეორე დღესვე ასეულობით დაუგრძალავი გმირის გლოვის ნაცვლად წაგებული ომის კიზე იმონ. შემდეგ შეუძლიათ ეს გმირი ჯარისკაცები ომის დანაშაულში დაადანაშაულონ. დავალების შესაბამისად შეუძლიათ შეეკრან ნებისმიერს, ვისაც გუშინ უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ. მოკლედ, შეუძლიათ ყველაფრის კადრება, რასაც პატრონები დაავალებენ. და როგორები ვართ ჩვენ, ქართული ოცნება და ქართველი ხალხი, ამაყი, ღირსეული, გამბედავი, გონიერი, სამშობლოს შეგრძნების მქონე საქართველოს მოქალაქეები. ამაყი ხალხი და ამაყი ქვეყანა, რომელმაც შეძლო ეთქვა მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამიერიდან გადაწყვეტილებები საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ მხოლოდ საქართველოში მიიღება, მათ შორის ქვეყნისა და ხალხის გაერთიანების საკითხებზე და მიმართულებით გადასადგმელ აუცილებელ ვაჟკაცურ ნაბიჯებზე. ქვეყანა და ხალხი, რომელმაც შეძლო, გაეძლო და მყარად დახვედროდა თანამედროვეების ყველაზე სასტიკ იარაღს, დეზინფორმაციას. ამისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონის,
გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გაგორებული ცრუ და ფაშისტური კამპანია და ამ დეზინფორმაციაზე გამარჯვება იყო, ჩვენი გამარჯვება. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მეგობრებო, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან ჩარევების მცდელობები, უკიდურესად კრიტიკული განცხადებები, რეზოლუციები, სანქციები, მუქარები, პროვოკაციები. ამ ყველაფრის ზემოქმედების მცდელობა ქართველ ამომრჩეველზე. თუმცა საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქე ფლობს გაცილებით ძლიერ იარაღს, რომელსაც სიმართლე და ღირსება ქვია. და იმისთვის, რომ სიმართლე ბოლომდე გავიტანოთ და იმისთვის, რომ ღირსება ბოლომდე შევინარჩუნოთ, 26 ოქტომბერს არ უნდა დარჩეს არც ერთი ადამიანი სახლში, რომელსაც შეუძლია სარკეში ჩაიხედოს, საკუთარ თავს თვალი გაუსწოროს და თამამად თქვას, მე ჩემ ქვეყანას ვემსახურები და არავის სხვას. ასე დროს თქვენ ვერ მოგატყუებენ. თქვენზე სიცრუვი და ყალბი კამპანიებით ზეგავლენას ვერ მოახდენენ. მართალ ხალხს წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. შესაბამისად, ჩვენ ყველანი ერთად დავიცამ მშვიდობას, თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის ღირსებას, კეთილდღეობას და ამ უთანასწორო ბრძოლას. ეყოლება ერთადერთი გამარჯვებული საქართველო და მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. და ამიტომ ჩვენს ქვეყანას და ქართულ ოცნებას გაუმარ. დიდი მადლობა. სცენაზე მინდა ვთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მოგესალმებით, ქვემო ქართლის სამაყო ხალხო. აქ, ქვემო ქართლის ისტორიულ მიწაზე, სადაც საქართველოს ისტორიული ბრძოლების უმრავლესობა გაიმართა. ბრძოლები, რომლებმაც ეროვნების მიუხედავად, ყველა ერთ ამაყ და ღირსეულ ქართველ ხალხად შეგვადუღაბა. აქ არის დიდგორი, აქ არის მარტყოფი, აქ წანისი და ტაბახმელა. ამ მიწის შვილები არიან მარაბდის გმირი ხერხეულიძეები და ერეკლე მეფის ბორჩალოელი მცველები. ამიტომ განსაკუთრებულად სიმბოლურია ჩვენი შეხვედრა აქ, ამ მიწაზე. ვინაიდან 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა უნდა გავიაროთ. და როგორც უწინ, ახლაც ეს იქნება ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა ჩვენი იდენტობისთვის, ბრძოლა ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დღეს საქართველოს თავიდან აქვს საკუთარი თავი დასაცავი. ოღონდ ფიზიკურ მტრებთან წინააღმდეგობის გარდა დღეს ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვისაც გვიწევს ბრძოლა. მტკიცე ეროვნულმა და პიროვნულმა იდენტობამ დღევანდლობამდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ყოფა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ოჯახები. ეს იდენტობა არის ჩვენი ფესვები, ჩვენი აწყო და ჩვენი მომავლის საძირკველი. დღეს უნდათ, რომ სწორედ ეს იდენტობა გამოგვაცალონ, რომ არც კი ვიცოდეთ ვინ ვართ, რა გვწამს, ვისი გორისანი ვართ, რომ მერე თავიდან გვითხრან, ვინ უნდა ვიყოთ, რა უნდა გვწამდეს, ვის დროშაზე უნდა დავიფიცოთ. საბჭოთა რეჟიმის მარწუხებიდან იმიტომ არ დაგვიხსნია თავი, რომ სხვა მეურვეებმა ჩვენს ნაცვლად და ჩვენი სახელით განგვისაზღვრონ ჩვენი აწყო და მომავალი. ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი ჩვენი იდენტობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, ჩვენი თვითყოფადობის გადასარჯენად. მეგობრებო, 26 ოქტომბერს ასევე გადაწყდება შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას, თუ ძალაუფლებას კვლავის ხალხი ჩაიგდებს ხელში, ვინც აფხაზებთან და ოსებთან ხელახლა გადებული ნდობის ხიდები ერთხელ უკვე გადაწვა. უკანასკნელი პერიოდის ისტერია ნათლად აჩვენებს, რომ მშვიდობიანი გაერთიანება ოპოზიციის არჩევანი არაა. უკვე კარგად ჩანს, რომ მათი ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ამ გზაზე ისინი მზად არიან უკან მოიტოვონ სოხუმიც და ცხინვალიც და ხაზი გადაუსვან
ჩვენი წინაპრების სისხლით შეკრულ საქართველოს საზღვრებს. ჩვენი ევროპული გზა კი არის გზა ჩვენ საფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს. ეს გზა რთულიც არის და იოლიც. რთულია, თუ მხოლოდ იმ ტკივილზე ვიფიქრებთ, რაც ერთმანეთს მივაყენეთ სიტყვით თუ საქმით, განზრახ თუ გულგრილობით. რთულია, თუ ამ ტკივილს უბრალოდ გავიყუჩებთ, ჩვენსას არ გავუზიარებთ და სხვისას არ გავიზიარებთ. დასასჯელს არ დავსჭით და შესანდობს არ შევუნდობთ. მაგრამ ეს გზა იოლია, თუ იმ სიყვარულზე ვიფიქრებთ, რაც ჩვენს შორის იყო და არის. ჩვენ საერთო ოჯახებზე, ჩვენ საერთო სალოცავებზე, ჩვენ საამაყო საერთო წარსულზე და მის ხელახლა გამეორებაზე. სწორედ ამას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. სწორედ ეს გათქვეს მათ ბოლო დღეებში მათი გაშიშვლებული ნაციონალისტური რიტორიკით და შერიგების წინააღმდეგ საბაბების ძებნით. თავადვე დაადასტურეს, რომ ნულია შანსი, რომ მათ ქვეყნის გამთლიანებისთვის საჭირო კონსტიტუციურ პროცესში რაიმე კონსტრუქციული როლი ითამაშონ. ამიტომ არის ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ერთადერთი გზა ქვეყნის გაერთიანებისთვის. მეგობრებო, 26 ოქტომბერს კიდევ ერთი დიდი ბრძოლა უნდა მოიგოს საქართველომ. ეს ბრძოლა ისტორიას დარჩება როგორც კიდევ ერთი ქართეხილიანი უღელტეხილი, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, რომ გაერთიანდეს, გაძლიერდეს და დაიბრუნოს ის სახელი და დიდება, რომელსაც ჩვენი საერთო დიდი წინაპრების თავგანწირვა და საგმირო საქმეები გვავალდებულებს. ამიტომ 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი. საოცარი ემოცია. ამდენი ხალხი რუსთავის ქუჩებში, ესე ერთად გაერთიანებული დიდი ხანია არ ყოფილა. ჩვენი ლიდერების სახელით, ქართული ოცნების სახელით ყველას ძალიან დიდი მადლობა. ახლა კი ესე ერთხმად და ხმაურიანად მინდა რომ მივესალმოთ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით ჩვენი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს ქვემო ქართლის თითოეული კუთხიდან. მადლობა, მოგესალმებით ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ბერძნებს, სომხებს, სხვა ეროვნების ჩვენს თანამოქალაქეებს. მოგესალმებით ჩვენს დელეგატებს ქვემო ქართლის რეგიონში, ირაკლი შადაგიშვილს, ზაურ დარგალს და დავით შერაზადიშვილს. ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორი დატვირთვაც ჰქონდა 2012 წლის არჩევნებს. არჩევნებთან ერთად ეს არის რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ომიან მშვიდობა. უნდა აირჩიოს საზოგადოების მორალური გადაგვარება ან ტრადიციული ფასეულობები. უნდა აირჩიოს ბნელწარსულში დაბრუნება ან საქართველოს ნათელი ევროპული მომავალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეგიონის გამორჩეულად ღირსეული მოსახლეობა 26 ოქტომბერს ხმამაღლა ეტყვის უარს ომს, ამორალურ პროპაგანდას და ბნელწარსულს და აირჩევს მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს. საქართველო არასდროს დაუბრუნდება ბნელწარსულს. ყველას გახსოვთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას უსამშობლო ადამიანების ჯგუფი, უცხოური აგენტურა მართავდა. ამ ადამიანებმა თავი დაგვამახსოვრეს სისხლიანი ავტორიტარიზმით, ადამიანების ყრილობით და წამებით, ბიზნესის ტერორით, ტელევიზიების მიტაცებით, საქართველოს ისტორიული რეგიონების დაკარგვით და მრავალი სხვა დანაშაულით, რომლებზეც მათ პასუხი ჯერ სრულად არ უგიათ. დაუშალობის გამო ისინი 12 წლის მანძილზე ასრულებდნენ ანტისახელმწიფოებრივ დაკვეთებს და არ ასვენებდნენ ამ ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, რათა საქართველოში
ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს სიმშვიდე და ქვეყნის სტაბილური განვითარება ხელოვნური დაფრთხოლებების გარეშე გაგრძელდეს. 2012 წელს ავტორიტარული რეჟიმი წარსულს ჩააბარა ადამიანმა, რომელიც მას შემდეგ ქვეყანაში მშვიდობის, დემოკრატიის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და ეკონომიკური წინსვლის მთავარი გარანტია. ამისათვის ბატონ ბიზნაევიჩვილს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ქართული ოცნების 12 წლიანი მმართველობის უმთავრესი შედეგები. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების კვლობის, სამების, არაადამიანური მომყურობის პრაქტიკა, 2.5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა, 10-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა. თავისუფალია ბიზნესი, როგორც ყველას მოგეხსენებათ, თავისუფალია მედია, უზრუნველყოფილია მედია პლურალიზმი. საქართველოში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ამის შედეგად ქვეყანას არაუცხოური აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება მართავს. ჩვენ 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა. მხოლოდ ბოლო 4 წელიწადის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაიზარდა, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი ამ 4 წელიწადში გაიზარდა 10 მილიარდი ლარით. ამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 3-ჯერ გაიზარდა პენსიები, რამდენჯერმე გაიზარდა სოციალური დაცვის პაკეტი. ასევე რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღების, სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რითაც ქვემო ქართლის მოსახლეობა განსაკუთრებით აქტიურად სარგებლობს. ქვეყნის მასშტაბით 2012 წლიდან დღემდე განახევრდა, ზუსტად განახევრდა უმუშევრობა, 680,000 ადამიანმა დააღწია თავის სიღარიბეს. როდესაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა ძალაუფლება, მაშინ 1,120,000 ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ხوارს მიღმა. ეს მაჩვენებელი არის შემცირებული 440,000-მდე, თუმცა რა თქმა უნდა, სიღარიბის განულება არის ის, რითაც უნდა ვიყოთ დაკავებული შემდეგი წლების განმავლობაში. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქართული ოცნება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ქონია. ჩვენ ქვეყანას შეუნარჩუნეთ 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. ამ ყველაფერთან ერთად საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ზოგადად ევროინტეგრაციის გარდა გზაზე ყველა ხელშესახების შედეგი ჩვენმა ქვეყანამ მიიღო სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. თავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა და განვითარების არსებული ტემპის პირობებში. მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე 10 მილიარდი ლარით გავზდით საქართველოს ეკონომიკას და 10 მილიარდ ლარზე მეტით გავზდით ქვეყნის ბიუჯეტს და ეს ყველაფერი მხოლოდ შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მინიმუმამდე დავიყვანთ უმუშევრობას და სიღარიბეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობის დასაცავად 26 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა დავდგეთ. 26 არის ჩვენი დღე და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ქართული ოცნება, 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ჩვენი სამშობლო საქართველო. დიდი მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ახლა კი სცენაზე მინდა ვთხოვო ქართული ოცნების დამფუძნებელს, ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მოგესალმებით. რუსთავის. მოგესალმებით რუსთავის, ბოლნისის, მანისის, მარნეულის, გარდაბნის, წალკისა და თეთრიწყაროს მოსახლეობას. მივესალმები უძველესი და უნიკალური ისტორიის მქონე მხარეს, რომელიც გამორჩეულია ისტორიული ძეგლებით, ულამაზესი ბუნებით და რაც თავარია გასაოცარი ხალხით. მივესალმები პირველი ევროპელების მხარეს, სადაც თითქმის 2 მილიონი წლის წინ დაიწყო ცივილიზაციის აკვანი. მივესალმები მხარეს,
რომელიც ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს, ბოლნისის სიონს და ქართული დამწერლობის უძველეს ნიმუშებს გვინახავს. მივესალმები მხარეს, სადაც მევენახეობის უძველესი ნაკვალები აღმოჩენილი, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს ღვინის სამშობლოა. მივესალმები სტუმართმოყვარეობითა და ტოლერანტობით გართმულ კუთხეს, სადაც ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, ბერძნებმა, გერმანელებმა და სხვა ეროვნების ხალხმა ჯერ თავშესაფარი, შემდეგ კი სახლი და სამშობლო იპოვეს. როგორც პოლიტიკოსი პირველად 2012 წელს შევხვდით და ჩვენი ქვეყნისთვის იმ შავნელ პერიოდში დაქმედით, რომ ერთად დგომით აუცილებლად დავამარცხებდით ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს, რომელსაც სახელმწიფო ჰქონდა მიტაცებული და ტერორსა და შიშში ამყოფებდა მოსახლეობას. 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ ერთად შევძელით ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დაგვეყენებინა. შედეგად თქვენთან ერთად საფუძველი ჩაუყარეთ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას. გავაჯანსახეთ სასამართლო და პროკურატურა, მედია, დამოუკიდებელია ბიზნესი, ხელშეუხებელი. შესაბამისად, ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვემო ქართლში მოვაწესრიგეთ და განვავითარეთ ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით ავაღორძინეთ წინა ხელისუფლების დროს დაკნინებული სოფლის მეურნეობა, ჩვენს გლეხებსა და ფერმერებს მანამდე დაკეტილი ბაზრებისკენ გაუხსენით გზა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გამტკიცების გზაზე, რა მიმართულებითაც არაერთი ინვესტიცია სწორედ ქვემო ქართლში განხორციელდა. სამუდამოდ ჩავაბარეთ წარსულს დრო, როდესაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად აღიქვამდა და ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებოდა. დღეს სახელმწიფო სამასავალის წერტილი ადამიანია, საქართველოს თითოეული მოქალაქე საქართველოს თითოეული მოქალაქე მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად თანასწორია და სრულად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რასაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს. 2012 წელს ერთდროს წელგამართულ მშრომელი ხალხით დასახლებულ რუსთავში უმუშევრობა, სიღატაკე და უკიდურესი გაჭირვებას უფევდა. მაშინ რუსთაველებს დაქმედით, რომ დაგებრუნებდით ღირსებას. მაქსიმალურად ავითვისებდით ამ ქალაქის ინდუსტრიულ პოტენციალს და ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ სრული დატვირთვით ამუშავებულიყო რუსთავში მდებარე ქარხნები და საწარმოები. მოხარული ვარ, რომ ეს პირობა შევასრულეთ და ამ მიმართულებით მომავალში ძალიან ბევრი რამ გაკეთდება. რუსთაველები იმაშიც დაგვემოწმებიან, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მიერ თუნდაც მცირე ძალაუფლების ხელში ჩაგდება საბოტაჟს და ხალხისთვის გარდაუვალ ზიანს ნიშნავს. დღეს ქალაქს ყავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალური მერი. გასაოცარი ახალგაზრდა ქალი ნინო ლაცაბიძე, რომელიც 24 საათის განმავლობაში რუსთავისა და რუსთაველების ინტერესებს ზრუნავს. ამის საფირწონედ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წევრებმა რუსთავის საკრებულოში თანამდებობისათვის საკულტურო სასიცოცხლო ბრძოლა გამართეს. მეტიც, ისინი მუდმივ საბოტაჟს უწყობენ რუსთავის მოსახლეობას და ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელებას აფერხებენ. ეს მაგალითი ძალიან კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დაატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდეს. როგორც წარსულში, დღესაც რადიკალური ოპოზიცია არა ქვეყნისა და ხალხის ინტერესების, არამედ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება ძალაუფლებასთან ამ ხალხის გაკარება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ არა კარგსა და უკეთეს, არამედ ომსა და მშვიდობას, გარეძალების აგენტებსა და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ ქართულ ოცნებას შორის.
ჩვენ უცხო ძალებს არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას, რადგან 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს არა უცხოურ აგენტურას, არამედ ეროვნული პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკურ ძალას, ქართულ ოცნებას. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ მოქმედებს, არათუ ხელისუფლებას აღარ უნდა გავაკაროთ, არამედ უნდა დადგეს მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და უმკაცრესად გასამართლების საკითხი. ამ უსამშობლო ადამიანებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე და იმ ავტორიტარიზმზე, რომელშიც წლების განმავლობაში გვაცხოვრებს, არამედ პირველ რიგში უმძიმეს დანაშაულზე, რომელსაც საქართველო მათ არასოდეს აპატიებს. სწორედ ნაციონალური მოძრაობაა პასუხისმგებელი იმ უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც 2008 წელს დატრიალდა. გარე დავალების შესასრულებლად მათ წამოიწყეს ომი, რომელიც 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის, 30,000 ადამიანის დევნილობისა და დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა. 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და ქართული ოცნების მხარდაჭერით თქვენ იღებთ გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაიჯებიან. დიახ, სწორედ ქართული ოცნება ამის გარანტი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად ქვეყანას 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით დღესაც უამრავი რისკი და გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, რომ პირადად მე ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდთან ერთად საქართველოში ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დაუშვებთ. მშვიდობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, რაც ჩვენს გარშემო და ზოგადად სოფლიოში ხდება, ფიქრობთ, ახლოვდება დრო, როდესაც დიდი ხნის ნატრას ავიხდენთ და მშვიდობიანი გზით გამთლიანებულ საქართველოს ვიხილავთ. ამისათვის ნებისმიერ მომენტში უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ამ კუთხითაც ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. ვერავინ უნდა შეძლოს წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა განხორციელება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისას გახდება აუცილებელი. როდესაც ქალაქ გორში ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს. ჩვენი ქვეყნის მტრებს ყველაზე მეტად სწორედ მათი სიტყვა და ქმედება აშკარებს. უკვე 2 თვეზე მეტია გადაჭრით ვამბობთ, რომ 2008 წლის ომი გარეთ დაკვეთით სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყეს. თუმცა არც ერთ მათგანს თელობაც კი არ ქონია თავი ემართლებინა. გასაგებია, რომ ნაცმოძრაობის მიერ ომის გაჩაღების მტკიცებულებები ხელის გულზე დებს. გასაგებია, რომ ცნობილ რეზოლუციაზე ხმის მიცემით შემდეგ კი ტალიანის დასკვნაზე დათანხმებით მათ საომარი მოქმედებების დაწყება ისედაც აღიარებული აქვთ, მაგრამ ალბათ მსგავს თვით ლუსტრაციას მაინც არავინ ელოდა. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის, შერიგების და ურთიერთშენდობის საკითხი სწორედ ის საკვანძო თემაა, რომელმაც მთელი აგენტურა გავეშებული გამოდევნა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან. მათი რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დავალებული ჰქონდათ და აქვთ ერთადერთი რამ საქართველო იყოს მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში. სწორედ ამიტომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მზადება პირველ რიგში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის. ქართული ოცნების
ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში რადიკალურ ოპოზიციას ყველანაირი რესურსი გამოეცლება საქართველოს გამთლიანებას, ხელოვნური ბარიერის შეუქმნას და ქვეყანა მუდმივ კონფრონტაციაში ამყოფოს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელთა გადასაჭირელადაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გჭირდება. ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ჩვენი ხალხისთვის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავს მოხვევის, ჩვენი ღირებულებების, კულტურისა და ისტორიის შეურაცხყოფისა და დაკნინების ყველა ძალადობრივ მცდელობას. გარდა ამისა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის კონსტიტუციური სტატუსის განსამტკიცებლად. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ამით საქართველოში მოქმედ რომელიმე რელიგიას იოტისოდენა ჭრილი მაინც მიადგება. მეტიც, გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა კიდევ უფრო გაუფრთხილდეთ ჩვენი განსხვავებული რელიგიის მქონე, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებული ხალხების თანაცხოვრებას. სწორედ ჩვენი მრავალფეროვნებითა და ტოლერანტობით ვართ ის ხალხი და ქვეყანა, რასაც წარმოვადგენთ, რითაც მთელი მსოფლიო ვიცნობს. ტოლერანტობის ეს საამაყო, უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კვლავაც გაგრძელდება. ჩვენ სამშობლოში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები ისევ ჰარმონიულად განაგრძობენ თანაცხოვრებას და საქართველოს ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთეს ხვალინდელ დღეზე ზრუნვას. ოქტომბერს ბოროტებაზე გაიმარჯვებს სიკეთე. აგენტურაზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობა. ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე გაიმარჯვებს ტრადიციული ფასეულობები. 26 ოქტომბერს ომზე გაიმარჯვებს მშვიდობა. მერტი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ფარველი. საქართველო აქარი ჩემო სიამაყე ჩემო საგარდნო ჩემი საქართველო აქარი მეც აქ ჩემი